შუა დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე მინდა მორიგ უსინისობაზე ვისაუბრო, რომელიც საპატრიარქომ საკუთარ ხალხს აკადრა, მის მრევლს, ილია მეორის მრევლს აკადრა. ჩვენ ილია მეორის ნათლულის დედებს მშობლებს გვაკადრა და აი ახლა მე მინდა განახოთ ის მორიგი ბლეფი, რომელიც საპატრიარქომ ხალხს პირდაპირ ნაცარი თვალებში შეაყარა. აი ეს არის მეგობრებო, ესე იგი გუშინდელი ვითომ და ახალი წლის აღბეჭდა, აღნიშნა ილია მეორის საუბრობს, ხელიც არ უკანკალებს, არც ერთი ხელი არ უკანკალებს და საუბრობს, ესე იგი, ისეთი საშინელი რობოტის ხმით, რომ გული გაგისკდება. აქ მერე პირში ეჩრებიან ვიღაცეები, რომლის უფლებაც წესით არ აქვთ და ესეთ რაღაცას არ გააკეთებდნენ. ანუ ილია მეორის პირში არ ჩაეჩრებოდნენ და საუბარს არ შეაწყვეტინებდნენ. მაგრამ აქ აკეთებს ვიდეოში ერთ-ერთი ვითომ და წინასწარ დაასწრო ილია მეორის რა უნდა რომ თქვას და მეორე აი კიდევ გაჩვენებთ კადრს, სადაც უკანა ფონზე არის ნაძვისხე, იქ შიოც მორთულ ნაძვისხეს ეფარება, აი აქ ნახეთ. აი აქ შიოზის, უკან ნაძვისხია, უკან კიდევ ვიღაც კაცია, დაცვა რომელიც ვითომ იქ დასეირნობს უკან და ერთი სიტყვით მე მინდა განახოთ კიდევ ის სცენა, როდესაც გვაჩვენეს რომ ვითომ ახალი წელი მიულოცა ბავშვმა თავის ნათლიას. აი აქ ხედავთ როგორ აქვს თავი წაკიდული ილია მეორის, ფეხები დამონტაჟებული აქვს, ადიელა გადაფარებული აქვს, ისე რომ არ კონდეს ადამიანს წვდომა იმაზე, რომ რა მდგომარეობაში ზიის ილია და აი როდესაც ბავშვი უმღერის ილია მეორის, აი უკანა ფონზე ხედავთ თქვენ რომ არანაირი ნაძვისხე არ დგას. აი ხა მე გეტყვით თქვენ, ეს საახალწლო სიმღერა იყო, როდესაც ბავშვმა უმღერა ილია მეორის საახალწლოდ თურმე და უკან ნაძვისხე არ უდგას. თუ ახალ წელზე ნაძვისხე არ უდგათ, მაშინ მე გეკითხებით, აი ამ ფონზე ნაძვისხე უცბად აწყეს მერე? კითხვები ჩდება და კიდე ეხლა გეტყვით რა. აი ახლა კიდე გეტყვით, რადგან მე ესეთი გამოცდილი ვარ საკითხებში, რასაც ქვია ვიდეოს გადაღება და სურათების წარმოქმნა, აი გადაღების სეტზე ხო, ნამყოფი ვარ და ეგ იყო ჩემი საქმე და ეგ მაქვს შესწავლილი და ეხლა მე გაჩვენებთ თქვენ ვიდეოს, სადაც ეს კამერა უბრალოდ აი დაფრინავს. კი, მაგალითად არსებობს ესეთი დამონტაჟებული კამერები, სადაც ჰაერში შეგიძლია როგორც ესეთი ამწეკრანივით გასწიო, შემოსწიო, მაგრამ აი აქ საპატრიარქოში ასეთი საშუალება უბრალოდ არ აქვთ. ეგეთი საშუალებები აქვთ ძირითადად სტუდიოებში, სადაც პირდაპირ ეთერი იმართება. უბრალოდ დააკვირდით კამერა როგორ დასრიალებს შუა ოთახის შუა ოთახში, ვის უჭერია ეს კამერა, კითხვა ისმის, ხო, ვის უჭერია ეს კამერა, თუ დაამონტაჟეს ამწეკრანი იმის ვიდეოს ამწეკრანი, ხო? საინტერესოა, ახლა ვნახოთ, განახებთ მე თქვენ კადრს, სადაც აი ეს კამერა უბრალოდ დასეირნობს და ვითომ და იქ ვიღაცას იღებს რა. აი ახლა, აი ყურე, ვინ შეუსწორა, ვისი ხმა იყო ეს? ლელა მღეროდა. ანუ ილია მეორის პირში აჩრება ვიღაცა, ვითომ, ეგეთი რაღაცა არ არსებობს ესეთი რამე.
კაცი ლაპარაკობს ჩვეულებრივად, ხო? ნუ ეხლა ეს ფეიკი ვიდეოა გასაგებია, მაგრამ ამ ფეიქ ვიდეოზე ვილაპარაკოთ. კაცი ლაპარაკობს ჩვეულებრივად, არაფერი არ უჭირს, მშვენივრად ლაპარაკობს, ხო ვთქვათ? და ვიღაცა ჩაეჩარა უცბად, რომ გამოსულიყო ეს ვიდეო უფრო დამაჯერებელი, რაც დებილი ცხვარი ხალხისთვის დამაჯერებელად გამოიყურება, ის რომ ვიღაცა ჩაეჩარა ილია მეორეს უცბად ლაპარაკში და ლელა ღეროდა. რაღაცა უთხრა, ხო, ვითომ? აჰა, ნახოთ ეხლა. მერი კაცი ვარ, ნუ მოხლა. მერი კაცი ვარ, ნუ მოხლა. და აი ეს ეხლა ვიდეო აუხნამის ვიდეოს გადაღებას დააკვირდით რა. ეს ვინ დაფრინავს, ვინ დააფრინს ამას ესე ჰაერში, მიხარით? ეს ისე გამოიყურება ხალხო, აი სტილის მიხედვით ხალხის ჩაცმულობაზე აშკარად ჩანს, რომ ეს ძალიან ძველი ვიდეო არის კიდევ რა, რომც იყოს ეს ვიდეო მართალი რა. სავარაუდოდ ეს იმდროინდელი ვიდეო არის, როდესაც ჯერ კიდევ ილია მეორე ლაპარაკობდა. სავარაუდოდ იმდროინდელი ვიდეოა. ან არის იმდროინდელი ვიდეო და დღევანდელი ხელოვნური ინტელექტით შეჯამებული და ისე შემოთავაზებული, რომ თითქოს ეხლა დღეს ილია მეორე ამ მდგომარეობაში იყოს. მეგობრებო, მე არავის წინააღმდეგი არა ვარ რა. მე ამ კაცის სიკვდილი კი არ მინდა. ამ კაცის სიკვდილს კი არ ვუსურვებ ხალხო. მე მინდა გაიგოთ ის, რომ აქ არ არის, აქ ტყუილი არის მოწოდებული კაცობრიობისთვის. დააკვირდით კაცობრიობის, აი იქ ვინც იყვნენ ჩაცმულობას. ეს არ არის დღევანდელი სტილით ჩაცმულობა. დღეს ხალხი ესე არ ჩაიცმევდა. ნუ ჯერ ეგერთიც მარტო იმაში, რომ ის ბავშვი როცა უმღერის ახალ წელზე და რო შემოგთავაზეს ვითომ ახალ წელს ეს ნაძვისხე სად იყო? დამალული ქონდათ? ხო უნდა მიხვდეთ სადღაც, რომ აი რაღაცეებს იტყუებიან ეს ხალხი რა. აღარ იციან როგორ დააბოლონ ეს ხალხი, რომ ილია მეორე ვითომ მკვდარი არ არის და აჩვენებენ აი ესეთ კადრებს, ზოგს ძველიდან ამოჭრილს, მერე დამონტაჟებულს, ხელოვნურ ინტელექტით გადაკეთებულს და აი უბრალოდ მარაზმია ეს ყველაფერი რა. ვის ეთამაშებიან? კი, კითხვა ჩდება, რომ რაში სჭირდებათ ეს მარაზმი. ხალხო, მე არ ვიცი რაში სჭირდებათ ეგ. მაგრამ მე შეიძლება მოვისაზრო იმაში, რომ ხალხს არ უნდა ძალაუფლების დაკარგვა. კარგად არიან მორგებული თავის ადგილებს, გინდა ეს შორენა, გინდა ეს შიო მუჯგირია თუ მუჯურია თუ მუნჯი, გინდა ეს ვინც გინდა იყოს, ვინც იქ არის, იმას რა ქვია, ჯაღმაიძეს. სანამ ეს ხალხი პანტაპუნტით არ მოკვდება იმისავით, როგორც ყოველდღიურად გადის ერთი მიგზავნიან, უბრალოდ აღარ გიგზავნით, რა საჭიროა, ყოველდღიურად კვდება თითქმის ერთი მღვდელი. გესმით, რაშია საქმე? სანამ მთლიანად ზეციდან დაშვება არ არის, ხალხო, მოდით აზრზე რასაკეთებთ. ჩვენ კი არა, ჩვენც და იმათაც. ყოველდღიურად გაყავთ თითო ადამიანი, აი მნიშვნელოვანი პირები გაყავთ თან. გარდა ამისა, ილია მეორე მკვდარია კაცო რა სისულელი ახლა მაგას ვერ დამაჯერებს მე ვერავინ, რომ ილია მეორე აი ეს ეხლა რაც ალაპარაკეს, მაგ მდგომარეობაში არის დღეს რა. სადაც შორენა მივიდა იქ 700 ბავშვის ნათლობაზე და ხელები დაუმონტაჟა იმაზე სკამზე, სადაც ილია მეორე დასვეს, გადაიტანეს, ხო? იქ მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ილია მეორე ცოცხალია რა. სად არის აქ შორენა? რატო არ ჩანს? აი აქ შორენა. საერთოდ რატო არ ჩანდა ნებისმიერი ილია მეორის გამოსვლაზე შორენა და თან მით უმეტეს, როდესაც ილია მეორეს ამონტაჟებენ სკამზე.
გამაგებინეთ ეს რატო დღემდე არ ჩანდა, მაგრამ გამოჩნდა. 23 ნოემბერს, როდესაც 700 ნათლული მოანათლინეს მკვდარ ადამიანს, მაშინ შორენამ ილია მეორეს თავისი პერსონალურად, თავისი ხელებით დაუმონტაჟა ხელები სკამზე. იმიტომ რომ სხვას არავის ენახა. შეეძლო სხვა დაექირავებინათ და ეს საქმე დაევალებინათ შორენას რო არ დაემონტაჟებინა თავისი მკვდარი მამა იმაზე სკამზე, მაგრამ არ შეიძლება. იმიტომ რომ სხვა რომ დაექირავებინათ, მერე ცალკე თავსატეხი იყო იმას რას უზავდნენ, მოკლავდნენ თუ არა, რომ ეს ხმა არ გაეტანა, რომ ილია მეორე მკვდარია. მე ვფიქრობ, ეჭვი მაქვს, რომ ილია მეორე დიდი ხნის მკვდარია. აი ძალიან დიდი ხნის მკვდარია, დაჟე წელიწადზე მეტი არაც მკვდარია და ჩვენ აი ესე ჩვენ კი არა დღეს საზოგადოებას ესე აბოლებდნენ დღემდე რომ ვითომ არ არის მკვდარი. ამ კაც ალბათ შეინახავენ, გაყინავენ, არის ბალზამირებული, რომელიც არ აყროლდება, შეინახავენ, გაყინავენ და აი ესე დღესასწაულებზე გამოიტანენ, დაამონტაჟებენ სკამზე და მე ხელოვნური ინტელექტი რო არ იყოს, რაღა ეშველებოდათ. ამათ დღეს გაუიოლდათ საქმე. მოიტანენ რაღაცა ვიდეოებს დაამონტაჟებენ, გადასვავენ, გადმოსავენ და ვითომ ილია მეორე ისევ ლაპარაკობს და ცოცხალია და ხელები და ფეხები მოძრაობაში აქვს. ხალხო, თქვენ იმ რატო არ უშვებენ? არც ერთ მღვდელს იქ არ უშვებენ, გარდა აი ვინც შიდა საქმეებს იცნობს და ეს საკითხი უკვე იცის. დაჟე ისიც გავიდა რომ საპატრიარქოში ხმადადის ილია მეორე საყინულაშიაო. მითხარით რა, რატო არა არც ერთ მნიშვნელოვან მღვდელს არ უშვებენ ილია მეორესთან? იმიტომ რომ ცოცხალი არ არის და ვისთან შეუშვან. ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია არ აქვს რომ ამის ჩასანაცვლებელი ის გამოიგონონ რობოტი, გესმის, თორე შეიძლება მაგაზე მუშაობენ კიდევაც და გამოგვიგონონ ეხლა მოგვიტანონ ცვილის ფიგურა, რომელზეც გვეტყვიან რომ აი აალაპარაკონ მერე ის, აალაპარაკონ ამის ხმით და გვეტყვიან რომ აი უკვდავი კაცია. და ამას დაიჯერებს საზოგადოება, თქვენ გონი არ დაიჯერებს? სადაც ამას იჯერებს და ვერ ხედავს, თვალები არ აქვს, რომ მკვდარი რო გამოუსეინეს თვალწინ 700 ბავშვის წინაშე. მკვდარი რო გამოუსეინეს, აბა მითხრას ერთი, რომელი 700 ოჯახის წევრიდან რა, რომელიმე მითხრას მიუშვეს თუ არა ილია მეორესთან ხელზე სამთხოველად. რომელიმე მომწეროს რომ მე ვიყავი და ხელზე ვემთხვიე 700 ბავშვი რომ მონათლეს მაშინ. მე როცა მოვანათლენე ბავშვი 300-ნი რო ვიყავით მაშინ, ხო? მე როცა მოვანათლენე მაშინ იყო ის ჯერ კიდევ ცოცხალი და ხელზეც გვამთხოვინეს მაგის სოკოიან ხელზე. და მითხრას რა იმ 700 კაციდან 700 კაცი, სულ ცოტა 700 კაცი ხო იყო? მითხრას ამ 700 ბავშვის ორი მშობელი ხო იყო? რომელიმე მითხრას რომ მე ვემთხვი ამ დღეს ილია მეორეს ხელზე. მითხრას რა რომელიმემ რა, თუ მეტყვის რომ მე ვემთხვიე ხელზე და ეს არ იქნება მოსყიდული ადამიანი, მე მას დავუჯერებ. მაგრამ მე რატომ საუბრობ? იცი, ვინც კიდე მოსყიდული იყოს, 700 კაცი ხო იქ იდექით არა? ჩემი ხმა თუ მოვიდა თქვენამდე, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რომ იქ არ მიგიშვეს და ზუსტად გეცოდინებათ რომ ის ილია მეორე რო ეფარებოდა იქ დაცვა რო ეფარებოდა, მკვდარ ადამიანს რომ არ შეგემჩნიათ იმას ეფარებოდა. მე ჩემს სიტყვებს თქვენ გაიგებთ. ვინც იდექით იქ? მე არ ვამბობ ეხა იმათ გასაგონად ვინც ტროლია და ვინც დაქირავებული ბოტია და ის დაწერთ, აი მე ვემთხვიე ხელ. არ მაინტერესებს ეგ ტროლები და ბოტები რა, მე მაინტერესებს მივაწოდო ხალხს სიმართლე რომ თქვენ რომ იდექით იქ, ვინმე მიგიშვათ ილია მეორესთან? ხელზე სამთხოვინეს, ჩვენ თუ გვამთხოვინეს ხელზე, თქვენ რატო არ გამთხოვინეს ხელზე? არ უნდა დაგიჯდეთ ეგ კითხვა? კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე არავის ცუდი არ მინდა რა. ამ კაცის ცუდი მე არ მინდა, მე მინდა ის რომ სიმართლე გამოვიდეს გარეთ. როდესაც დღემდე 48 წელი გვატყუებენ იმას რომ ეს საპატრიარქო საქართველოსთვის კარგია, მაშინ მაჩვენეთ სად არის კარგი, რა მოხდა კარგი ამ საქართველოსთვის ისეთი რომ კარგი გააკეთეს საერთოდ რამე 48 წელიწადში. გამაგებინეთ, ეკლესიები აშენებენ, ახალი ეკლესიები რაში გჭირდება ხალხო, ძველი ეკლესიები გვაქვს ჩვენ, თავზე საყრელი იმდენი ასაშენებელი და გასარემონტებელი, იცით თქვენ? ეს თუ საპატრიარქოს საკითხი არ არის, არ სულიერი მდგომარეობა ადამიანის საკითხი არ არის, თავისი ნათლული თუ არ მიიღო სახში, ის თუ საპატრიარქოს საქმე არ არის, ეკლესიების
მონასტრების დაფინანსება თუ საპატრიარქოს საქმე, აბა რაში იღებს იმპულსს და რა ფუნქცია აკისრია საერთოდ საპატრიარქოს გამაგებინეთ? ის რომ გვატყუონ და ჩვენ ეს ტყუილები მივიღოთ და ჭამოთ? ანუ მე არ ვიცი, მე ცუდი კი არ მინდა მეთქი კიდე გეუბნებით. მე მინდა თქვენ რომ გამოფხიზლდეთ ხალხო, თუ საპატრიარქო კარგი არის, მე მჯეროდა დარწმუნებული ვიყავი რომ საპატრიარქო კარგი არის. იქამდე სანამ კარზე არ მიმაყენა ღმერთმა და არ მანახა რომ აბა ნახე როგორია საპატრიარქო. სამი შვილის დედა ვიდექი, მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ 2 წლის, 4 წლის და 5 წლის ბავშვი მყავდა იქ. მე ჩემი ოჯახით ვიყავი, მისი ნათლულით ვიყავი, გესმის? ნათლულით ვიყავი, იქ მსვლდა კარი კი არ გამიღეს, აღდგომა დღე იყო, დაწყებული კვერცხები ჰქონდათ გამოტენილი პირი და 8 საათი რო იქ ვიდექი, ერთი სიტყვა არავინ არ მითხრა, ერთი მონაზონის გარდა რომ იქიდან გამოსული რამით ხო არ დაგეხმაროთო და მე ვთქვი პატრიარქამდე იქნებ მიიტანოთ ხმა რომ აქ ველოდები. პატრიარქს ჩვენ ვერ ხედავთ და შენ რანაირად მივიტანოთ ხმაო. მონაზონმა, საპატრიარქოდან გამოსულმა მონაზონმა, რომელიც ცოტა ხნით გამოვიდა და ისევ ბრუნდებოდა შიგნით, აი ეს სიტყვები მითხრა მაშინ. რომ იქაური მონაზვნებიც კი ვერ ხედავენ პატრიარქს, არა აქვთ უფლება პატრიარქთან მიახლოვების და შენ რანაირად მიგიღებსო რა, ესე გამოუვიდა რა. აი ზუსტად მაგ დღეებში იყო მე, როდესაც ევროვიზიაზე გასულ მეცეცხლი ვარო, რომ ნახევრად შიშველ ტრაკიანი ნუცა ბუზალაძე რომ მიიღო და რომ დალოცა. აი ეგ დღეებია ზუსტად, მეგობრებო რა. და ვიღაცები მეტყვია რომ აი ყველა ხო არ მივიდოდა, რა ყველა რომ ისულიყო რა ცუდი იქნებოდა? არ უნდა გახარებოდა ყველა რომ იქ მდგარიყო? აღდგომა დღეს თავის ნათლულები რო ენახა, არ იქნებოდა ცუდი, კარგი? თუ ცუდი იქნებოდა ეს. ერთი ვიდექი მარტო, ერთი. 3 შვილით. იმის გაუჭირდებოდა, საჭმელი არ ქონდა მომზადებული ჩვენთვის სუფრა რო გაეშალა თუ ისა ყავა გამოელია. თუ დალაგებული არ იყო იქაურობა და შერცხვა იქ რო გაეღო ჩვენთვის კარი. აი მიზეზი ვერ იქ იყო თან, ვიკითხე რომ მივედი, პატრიარქი მეთქი თუ აქ არის რეზიდენციაში. კი, არისო. მე ცუდი კი არ ვიდა, იმ დღიდან მე მოყოლებული ამ საპატრიარქოში დავინახე რომ აქ საერთოდ ქრისტე არ არის. ეს პატრიარქი გამოკეტილი ყავ თუ არა, ეგ საკითხავია, მაგრამ მე პატრიარქის წინააღმდეგი კი არა ვარ, უბრალოდ რა ხდება, ხო უნდა გავიგოთ, არა რა სისტემაა ისეთი რომ ნათლულს არ უშვებს ნათლიასთან, თქვათ, ხო? ამაზე ხო უნდა გამოიძიოს ხალხმა, მაგრამ იმის მაგივრად რომ გამოიძიოს მე მომდგა და მწყევლა. ეგ ახართ თქვენ რა? და თქვენ კარგი არაფერი დაგადგებათ, ვიდრე თქვენ არ გამოფხიზლდებით აი ამ სიბნელიდან რა. და იქნებით მუდამ დღემუდამ ჟამს ყელამდე ვალებში. ვერ გაისწუმრებთ ვერასდროს მაგ ვალებს, იმიტომ რომ ბრმები ხართ. და ვინც ხედავს და ვინც ესმის ჩემი სიტყვა რომ იქ მივედი მე, არანაირი აგენტი მე არ ვარ, არანაირი ბოროტი ადამიანი მე არ ვარ, შენი ნათლულის დედა ვარ, მაგის დედა ვატირე და შენ მე კარი არ გამიღე აღდგომა დღეს. რა იცით რომ ილია მეორემ ეგ მე არ მაინტერესებს ილია მეორემ გაიგო თუ არა, ფაქტი სახეზია რომ რაღაცა უცნაურობაშია საქმე, ხო? უცნაურობაში და ეს უცნაურობა ხომ გამოიწიოს ქართულმა ერმა რა არის. თუ ნათლულს არ უშვებენ ნათლიასთან, თქვენ რა ილია მეორე რო იტყვის ეს გავაკეთოთ და ესო იმას მოусმენენ? რასაც უნდა იმას გააკეთებინებენ იმ მოხუცკაც, კაცო. რომ თქვას მიშველეთო, გარეთ გამიყვანეთ და ჩემი ნათლულები მანახეთო, არ გააკეთებენ. სადაც იქ ნათლული არ შეუშვეს ნათლიასთან, რამეს დაუჯერებენ იმ კაცს, თქვათ, ხო? ანუ ტყვეობაშია, გასაგებია ტყვეობაშია, ხო, რაღა უნდა ქნას ახლა, აბა ტყვეობაში იქნება, ვეღარ დადის, ვეღარ ლაპარაკობს, ვეღარაფერი უნაროა, მაგრამ ვინ მოქმედებს მისი სახელით? რასაც უნდა იმას გააკეთებენ, ხალხო? და თქვენ მე უნდა მომდგეთ და მე უნდა მიძახოთ აგენტი? მე უნდა მწყევლოთ, როცა ეს ხმა გამოვიტანეთ თქვენ და ნახეთ რა შვებიან, ხალხს არ უშვებენ შიგნით. თქვენ უუნაროებო მართლა. უცოდინარო და უუნაროებო, თქვენ უგულოებო და არაქრისტიანებო თქვენ.
არ ვიცი რა, კიდე რა გითხრათ მე არ ვიცი. ერთადერთი ის ვიცი რომ ერთადერთი რაზეც მიკავშირდებოდნენ სანამ არ ვაგინე, ეს იყო ხომ არ შეისყიდით წიგნებს, ილია მეორის კურთხევით გამოვიდა ახალი წიგნები, ჩამოვიდა იქიდან აქედან. ხო არ შეისყიდით და ყოველ კვირა მირეკავდნენ ესე იგი წიგნების შესყიდვაზე. გაჩაღებული ბიზნესი, მე ვთქვი, ხალხო მე თქვენ რებს მელაპარაკებით, სად ქრისტე და სად ბიზნესი და ვაჭრობა, მე ვთქვი, აღარ დამირეკავთ, მე ვთქვი, ვაგინე. კიდე მირეკავდნენ ერთი წელი ვაგინებდი რომ სანამ არ ამოვაშლევინე და სანამ მთავარ იმასთან არ გადავარეკინე რომ მე თქვი მალაპარაკე თქვენ მენეჯერს ვინ არის. კაი თქვენს კაი გამგონო უნდა თამარ, მაგრამ არ არსებობს ყველაფერი არ გაცხადეს. რომ არ გაცხადეს. კი, ყველაფერი გაცხადდება და აგერ როგორი ძახიან რაღაცა გამოთქმა არის. აუ დამავიწყე ხან ძალიან შესაფერი გამოთქმა არის. აღდგომა და მალეო რაღაცაო რა ესეთია. ხო, აღდგომა და მალეო რა. ხო და მეგობრებო, აი არ ვიცი რა, ნუ მიიღებთ ცუდად რა, ძალიან გთხოვთ გაიგეთ ისე რომ ნიკოლოს გახსოვს მე და შე რო ვიდექით 3 წლის წინ. მაშინ რა პატარა იყავი გახსოვს? კი. და რას აკეთებდნენ? რა გაგვიკეთეს, აბა მითხარი დედიკო. გახსოვს კი? გვალოდინეს. რამდენი ხანი ვიჭექით იქ აბა? 8 საათი. შენ მე 8 საათი ვიდექი იქ და შენ რამდენი ხანი იყავი იქ? 2 საათი. ხო, დედიკო, გახსოვს მამიკოსაც რომ ველოდებოდით, მობილურიც არ მქონდა. და ველოდებოდით და მობილურიც კი არ მქონდა, აზე ხართ? მობილურიც კი არ მქონდა და ესე მივედი პირდაპირ სპონტანურად, როგორც გულმა მითხრა, ისე მივედი და თქვენ კიდე 1500 კაცმა მემწყევლად, ბიჭო, 3 შვილის დედა ვარ. როგორ ამათმა ცოდვამ თქვენ როგორ უნდა გაგახაროთ, ბიჭო. ღმერთმა მოგიტევოთ რა, ყველას რა. აბა ეხა წავედი მე და ხიზრად იყავით რა, თვალი გაახილეთ რა. რას გატენიან მაგ პირში და თვალებში ნაცარსო გაყრიან. ხო უნდა გაიგოთ არა, ხო უნდა გაახილოთ, ხო უნდა საქმის კურსში იდგეთ არა. საქმის კურსში იყავით რა. გავედი ახლა მე, გავედი და ნუღა მოგატყუებენ. ღმერთო, წაართვი მათ ის უნარი რომ ადამიანები მოატყონ. აი ძალიან გთხოვ, ღმერთო, აი ძალიან გთხოვ შეისმინე ჩემი ვედრება. წაართვი ამ საზიზღარ მგლებს, ცხრის ტყაში გამოწყობილებს, რომ ის უნარი წაართვი, რომ აი ეს ხალხი რო ატყუებენ, ვეღარ მოატყუონ. ხალხი ბიჭო, როგორ ატყუებენ და როგორ აბოლებენ რა. ამინ.